2000-იან წლებშიც რომ თქვა, მოდი აი ნატოზე უარს ვიტყვით. არც კი არა, აი პუტინმა დაგწინა და გადაგვიარა და ვიცით, როცა შენ ქვეყანაში არსებობს რუსეთი ნეიტრალური ვერ იქნები. როცა შენ ამბობ ნეიტრალური ვარ, ამ დროს ამბობ რომ მე დაპყრობილი ვარ, იმიტომ რომ შენ თუ საპირწონე ძალა არ დაუყენე, შენ ზოგადად გადაგივლის. და როცა ეს ვიცით ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამიტომ ეს ქვეყნის მოქალაქე გამოდის და იბრძვის თავისი პროდასალური არჩევნისთვის. რა мотиваცია შეიძლება ქონდეს ადამიანს, როცა ეს გამოცდილება გააქვს ამ ქვეყანაში ცხოვრობ, მაგრამ მაინც იმაზე საუბრობ, რომ ეს ქვეყანა დარჩეს მარტო და უმეგობროდ, ეს არის ხა გასარჩევი და ეს უნდა გავიგოთ ამ დებატზე. მე ხა ამ დებატზე აი ხალხს ხედავ, მაგალითად რა мотиваცია ჩემთვის მარტივი გასაგები არის. მაგალითად აი ბატონ გოგა ხაინდრავას უნდა აი როცა მაგალითად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ყვავილით მიადექით და საქართველოს პირველ პრეზიდენტს მაგალითად იარაღით და პუჩის მოიშორეთ ეს ხალხი. ეს პასუხის რეჟიმით თქვენ აუცილებლად ომი დაიწყო ამაში კონფლიქტი დაიწყო და დღესაც ამას ვუყით. დღეს არის იმის ბრალი რომ ჩვენზე 10 ჯერ დიდარი ევროპული ქვეყნები. ჩვენ დავიქეცით სამოქალაქო ომი იყო ამ ქვეყანაში. ამ დროის განმავლობაში როცა მეხუთე პრეზიდენტს ყვავილით მიადექით, პირველ პრეზიდენტს მიადექით იარაღით, შუაში მიხეილ სააკაშვილთან თანამდებობაც კი მოიპოვეთ, როცა მიხეილ სააკაშვილთან პროდასული კურსი ქონდათ, რადგანაც ეგ თანამდებობა რა ხდებოდა. ყველა პროცესის განმავლობაში ესეთი ადამიანები ამას იმიტომ საუბრობენ, რომ ხელისუფლებას კოჭი გაუგორო და ეს პროპაგანდა ეწოდა, ეს მოუმზადო. მე მაგიტომ რომ ხელისუფლება მაგალითად 1,950,000 ლარს გოგა ხაინდრავას მიცეს ფილმის გადასახებად. გაგებიტო რომ ტარანტინოა საქართველოს. არა, იმიტომ რომ აწარმოებს ისეთი პოლიტიკა, სადაც ერთ აგურს ამ ქვეყანაზე გამოაცნეს. გასაგები.